Шатаядашвили. Փանքարի միծաշի, թարգմանի Բախիտ Կենջեևիս, დღეს փանքარი დავასაფლავე, ჩემი ერთგული, დამოკლებული, დაკუტებული ბრძენი փანქარი, 4 დღის წინ მე ის უცებ ხელში ჩამაგდა. გონიათ რომ ლექსებს ავწერდი? არა, ვითვლიდი გადასახადებს, შუქის და გაზის, სიგარეტის და პურის ფულს, ვითვლიდი ვალებს, მომაკვდავის დაღეჭილ თავს, პირით ვეცი გადასარჩენად, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ხელოვნურმა სუნთქვამაც კი ვერ უშველა, არადა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ჩემი ფილტვების მოწამული, სუნთქვით იყო ის შთაგონებული. ჩემი ძველი კრებულები, საქაყალდენი, კომპიუტერის კლავიატურა, მასზე მოსთქვამდა. საწერი მაგიდის 5 იქცა მის ფართო კუბორ, სუდარაშიც გავახვიე იმ ფურცელში, რომელიც იყო აჭრელებული, ვალების, გადასახადების, პურისა და სიგარეტის მწარე ციფრები, კუბოში ჩავაწვე საშლელები, დასათლელები და საკუთარი 2 წიგნი, ფანქარი ცაში და სიკვდილის ფრთები და ნივთების ბუხათქვერდში დავასწრე. სევდიანად ვზივარ ახლა საფლავის ბოსთან ჯოხით ხელში, რათა გარდასვლით ჩემო მეგობარს ჯოხის წვერით ეპიტაფია ამოუჩიჩქნო, თუნდაც მცირეხნით, სანამ წვიმა არ გადარეცხავს, ანდა ჩექმა არ გადაგლისავს. ჯოხი, ხელჯოხი, ახლა როცა მიწაშია ფანქარი უკვე, აწი ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ხარე, ჩიჩქნე და აიყრდენი, რათა უფრო მძიმე დაღიქვა, თუ რამდენად წარმავალია ასოების მოყვანილობა, ხოლო როდესაც აღსასრულის მოახლოებას იგრძნო, მაშინ მოიკრიბებ ბოლო ძალა, გადატეხე ეს ხელჯოხი, ჭაღარათმით, შეკარი, ჯვარი, დაარჭე იგი, ფანქრის საფლავს და გახდი მისი თანა მეცხედრე. Можно пару слов? Ну, там... Вообще нельзя, но говорить. Нельзя? Ну, говорить. Просто самое плохое, когда у поэта умирает карандаш. Это стихотворение об этом. Но бывают и пострашнее, когда из-за того, что карандаш жив и этот карандаш правду пишет, человека убивают. Мы знаем об этом. Ну, я хочу, чтобы ни то, ни другое не случалось. И я рад, что вот есть такое поэтическое биеннале, где собираются поэты, у которых карандаш жив. И вот этот карандаш, которого я принес из Тбилиси, я символично хочу дорогому Евгению передать.